CBS ჯგუფი თელასის აქციების გასხვისებას არ გეგმავს, ასე პასუხობენ კომპანიაში BMG-სთან ინტერაოს საჯარო შეთავაზებას 25%-იანი წილის გამოსყიდვასთან დაკავშირებით. CBS ჯგუფში განმარტავენ, რომ თელასის მიერ გამოქვეყნებული განცხადება სტანდარტული პროცედურაა. როგორც ცნობილია, რუსულ ინტერაოს თელასში წილის 100%-ამდე შევსება სურს. ინტერაოს შვილობილმა ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა Silk Road Holdings BV-მ, რომელიც ამჟამად თელასის აქციების 75.1%-ს ფლობს, დარჩენილი 24.99%-იანი წილის გამოსყიდვაზე სატენდერო წინადადება გამოაცხადა. საუბარია თელასის იმ 27,985,461 აქციაზე, რომელიც ამჟამად ხვიჩა მაკაცერიას და მამუკა დოგონიძეს ეკუთვნის. Silk Road Holdings-ი მეტილეებს თითო აქციაში ლარსა და 82 თეთრის გადახდას თავაზობს. კომპანია თელასის 24.9%-იანი წილი ხვიჩა მაკაცერიამ 2020 წლის 9 სექტემბერს შეიძინა. ეს წილი მანამდე საქართველოს სახელმწიფოს ეკუთვნოდა. საჯარო აუქციონზე ბიზნესმენ ხვიჩა მაკაცერიას მიერ დაფუძნებულმა კომპანია Best Energy Group-მა აქციების პაკეტში 22,400,000 ლარი გადაიხადა. 2023 წლიდან ამ კომპანიის 50%-იანი წილის მფლობელი Gas Transit-ი გახდა, რომელიც თავის მხრივ მამუკა დოგონიძეს ეკუთვნის. ამჟამად ინტერაოს Silk Road Holdings BV-ს მეშვეობით თელავის აქციების 75.1%-ის მფლობელია. თბილისი ენერჯის ინფორმაციით ბოლო კვირებში და არა მხოლოდ ავარიული გათიშვების 90%-ზე მეტი მესამე პირების მიერ არის გამოწვეული. კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე განმარტავს, რომ გასცადენზე მომხდარი ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო დიღომში, დიდიღომსა და გლდანის ანზონის ტერიტორიაზე გაზმომარაგება ავარიულად 18,500 აბონენტს შეუწყდა, რის აღდგენაც ეტაპობრივად მოხდება. გიორგი ლეფსვერიძე საქმის კურსთან ინტერვიუში განმარტავს, რომ ავარიული გათიშვები ხშირად სამშენებლო სამუშაოების კომუნიკაციების გამოცვლას და გაყვანას უკავშირდება. ეს იყო 500 მმ საშუალო წრების 500 მმ-იანი დიდი გასადერი, ანუ დიდი დიამეტრის გასადერია, მომხდარი დაზიანება, რომელიც აღდგა და შესაბამისად უკვე როგორც აღნიშნე, რამდენიმე საათში უკვე აღუდგება 18,000 აბონენტს გაზმომარაგება. 90%-ზე მეტი ავარიული გათიშვების გამოწვეულია მესამე პირების მიერ, იმიტომ რომ ავარიული თვითონ სიტყვა თავში მოიცავს, რომ იქ რაღაც მოხდა. შესაბამისად უმეტესობა პრაქტიკიდან და სტატისტიკიდან გამომდინარე ხდება, როდესაც მესამე პირი ეს იქნება სხვადასხვა კომპანიები, სხვადასხვა მიზნით მიმდინარე სამუშაოები, აღარ დავკონკრეტდები, თბილისში ხო ზოგი საძირკვეს თხრის, ზოგი კომუნიკაციას ცვლის და ასე შემდეგ. ეს არის სხვადასხვა მესამე პირების მიერ ჩვენი ქსელის დაზიანება, როდესაც ჩვენ იძულებულები ვხდებით, რომ ეს დაზიანება რადგან აღმოსაფხვრელია და დროულად არის ის გაზის ჩასართავი, გავთიშოთ გაზის მიწოდება კონკრეტულ იმ არეალზე, რა არეალსაც ავარაგებდა აღნიშნული გასადენი, შესაბამისად მე აღდგეს, ასაც დრო ჭირდება. რა ზრდის კომუნალურ გადასახადს კონკრეტულ თვეებში? ამ კითხვაზე პასუხისას თბილისი ენერჯიში განმარტავენ, რომ ბუნებრივი აირის წვა გარე ტემპერატურაზეა დამოკიდებული და ცივმა დღეებმა მოსახლეობას ხარჯი გაუზარდა. კომპანიაში კატეგორიულად უარყოფენ გავრცელებულ ვერსიებს მაღალ გადასახადთან დაკავშირებით და ამბობენ, რომ დარიცხული თანხები პირდაპირ კავშირშია გარეთ არსებულ ტემპერატურასთან. თბილისი ენერჯის ტექნიკური დირექტორის მოადგილე გიორგი ლეფსვერიძე საქმის კურსთან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ რაც უფრო დაბალია გარეთ ტემპერატურა, უფრო მეტი ბუნებრივი აირის წვა ხდება. მისი თქმით, საზოგადოებაში გავრცელებული მითები იმის შესახებ, რომ გაზში ჰაერია შერეული, ის უხარისხოა ან დიდთოვლობის გამო დაზიანებული მილები, პერიოდულად ჯონავ და სიმართლეს არ შეესაბამება. რაც დაწვეს, ის მიუვიდათ. შესაბამისად ძალიან მარტივია, როდესაც თქვენ, ჩვენ სახში გვეყენია გათბობის, ცენტრალური გათბობის ქვაბი, რომელიც დავაყენეთ თქვათ 45 გრადუსზე, კიდევ ერთი მითია, რომ აი შარშანაც 45 გრადუსზე მეყენა და მომივიდა თქვათ 100 ლარი და წელსაც 45 გრადუსზე მომივიდა და მეყენა და მომივიდა 160 ლარი. თავარი ფაქტორი არის გარე ტემპერატურა. ანუ როდესაც გარეთ არის -4 ან -6 და გვიყენია 45 გრადუსზე, მეტი გაზი დაიწვება, რადგან გაგვითბოს 45 გრადუსამდე აიყვანოს, ასე ვთქვათ, წყლის ტემპერატურა და გაათბოს. ცენტრალურ გათბობის რაც მე ცირკულირდება სახში და როდესაც არის +6 და +8 გარეთ და 45 გრადუსზე გვიყენია, რა თქმა უნდა ნაკლები გაზი დაიწვება. შესაბამისად მე სრულიად გადაჭარბების გარეშე შემიძლია გითხრა თუ აბა მარტივი კითხვა დავსვა. ვინც ჩვენს ოპონენტებთან ასე ვთქვათ, აბა რა მოხდა? როგორ შეიძლება საქართველოში არის 1,300,000 გაზის მომხმარებელი და ერთბაშად ყველასთან იადვის თვეში რაღაცა მომხდარიყო, როდესაც გაზს ვაწვდით ჩვენც, სოკარიც, ანუ სხვადასხვა ლიცენზიატები ვართ, არაფერი, რაც დაწვეს, ტარიფიც არ შეცვლილა, ტარიფი დარჩა იგივე, რაც იყო შარშან.
საქართველო თითქმის სრულად იმპორტირებულ საწვავზეა დამოკიდებული. ქვეყნის მოხმარება კი წლიურად დაახლოებით 1.400.000 ტონას შეადგენს. როგორია საწვავის ფასები საქართველოსა და ევროპაში და არსებობს თუ არა გაიაფების რესურსი? ეგრეთ წოდებული ფასების სამთავრობო კომისიაზე სექტორის წარმომადგენლების დაბარების შემდეგ ამ კითხვით ნავთობპროდუქტების იმპორტიორებს მივმართეთ. მათი განმარტებით საწვავის ფასს სხვადასხვა კომპონენტები განსაზღვრავს. მათ შორისაა ადგილზე იმპორტიორ ქვეყანაში შესყიდვის ფასი, ლოგისტიკური ხარჯები, აქციზი, რომელიც 1 ტონაზე 500 ლარს შეადგენს, DGG შენახვისა და რეალიზაციის ხარჯები. ერთადერთი აქ სვადი ამ წუთისათვის არის საქონლის ფასი მის გამყიდველთან. ანუ საგვარგარეთ, როდესაც ხიბლობ რა ფასი შედგება, რომელიც დამოკიდებული არის თავისთავად ძირითადად ეგრეთ წოდებულ პლაცზე. საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასი აქედან ხდება ათვლა დანარჩენი. იმიტომ რომ ტრანსპორტირების ხარჯი დაახლოებით თანაბარია, აქციზი და DGG-ს გადასახადიც და არ იცვლება, ასევე არის კომპანიის ხარჯები, შენახვის და შემდგომი ხარჯები და ერთადერთი რჩება მთავარი ძირითადი ფასწარმოქმნის მთავარი ასე ვთქვათ კომპონენტი ის არის საქონლის ფასი საერთაშორისო ბაზარზე. ჯამში ამ დროისთვის საქართველოში A95 ტიპის იგივე პრემიუმის საწვავის ფასი евро და 10 евро და 20 ცენტის ფარგლებში მერყეობს. მეზობელ ქვეყნებში საწვავის ფასები საქართველოს დაბალი რუსეთსა და აზერბაიჯანშია, რომლებიც მწარმოებელი და ექსპორტიორი ქვეყნები არიან. შედარებით დაბალია ფასი თურქეთში, ხოლო სომხეთისა და საქართველოს ფასები დაახლოებით 1 ტონაზე ნარჩუნდება. რაც შეეხება ევროპის ქვეყნებს, ამ შემთხვევაშიც უმეტეს ქვეყნებთან შედარებით საწვავის ფასი ყველაზე დაბალი კვლავ საქართველოშია. ყველაზე ძვირად ნავთობპროდუქტი ლიეტუვაში იყიდება, სადაც მისი ფასი 3 евро და 71 ცენტია. ევროპაში ყველაზე ერთ-ერთი ძვირი აქვს, ჰოლანდიაში, რა ქვია, ნორვეგიაში და ასე შემდეგ. ანუ ყველაფერს იწვევს მისი საგადასახადო ცხრილი. ანუ სად მიდის და სად რჩერდება და როგორ ესე ვთქვათ, იკრიბება შემდგომში საცალო ფასები. რუსეთში არის ერთ-ერთი ყველაზე იაფი საწვავი. ასევე იაფია აზერბაიჯანში, მაგრამ აზერბაიჯანში ის ხარისხი არ არის. ანუ აზერბაიჯანი არ ხმარობს евро 5-ს. აზერბაიჯანი ჯერ კიდევ 80-ს ხმარობს. ხვალ რა იქნება, არავინ არ იცის. აი სამწუხაროდ, აი ესეთ ალბათობის იმაზე ვარ დამოკიდებული. მთლიანად ეს სექტორი, თითოეული კომპანიები არა, მთლიანად ეს სექტორი. მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ბაზართან შედარებით საქართველოში საწვავის ფასი არც თუ ისე მაღალია, სურსათისა და მედიკამენტების შემდეგ ფასების სამთავრობო კომისია საწვავის ფასებზეც მსჯელობს. შესაძლო შემცირებაზე პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა, თუმცა იმპორტიორებისთვის ჯერჯერობით რთული სათქმელია, სად შეიძლება გამოინახოს ფასების შემცირების რესურსი. ვინაიდან შესყიდვისა და ტრანსპორტირების ხარჯები ფიქსირებულია, ფასის შემცირების ერთადერთ რესურსად იმპორტიორების მოგების მარჟა რჩება. მოგების მარჟა კომპანიების მიხედვით განსხვავდება. როგორც აღმოჩნდა საბითუმო რეალიზატორებისთვის მარჟა დაბალი 1-დან 3%-ის ფარგლებში. ხოლო საცალო ქსელში რეიტინგული კომპანიები საწვავს ბევრად უფრო მაღალი მარჟებით ყიდიან. ფასების შესაძლო შემცირების კიდევ ერთ გზად საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის აქციზის გადასახადის შემცირება მოიაზრება. ერთ-ერთი ვარიანტია მოგების მარჟა შეიმციროს, ასევე შეიძლება მაშინ ესე მივუდგეთ, რომ ბიუჯეტში შენატანები შემცირდეს. ხო, ესეც რესურსია. თეორიულად ყოველ შემთხვევაში მაგრამ ამას ახლა მეორე მხარე აქვს, ბუნებრივია. სიტყვაზე შემცირდა აქციზი, შემცირდა ბიუჯეტში შენატანები. ეს ახლა რამდენად მისაღებია ქვეყნისათვის და ჩვენი ბიუჯეტის კუთხით, ეს ცალკე თემაა. მაგრამ მე ვსაუბრობ თეორიულად. არის რა თქმა უნდა, ეს იყო ეს დაუშვათ აქციზი უფრო ნაკლები. ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ შეიძლება 6-7 წლის წინ, თუ 8 წლის წინ და თუ ბიუჯეტი ამის შესაძლებლობას იძლევა და არის დიდი სურვილი ფასების შემცირების, ესეც ერთ-ერთი წყაროა ამ კუთხით. წინ ვერაფერს ვერ გეტყვით, არაფერი არ არის გამორიცხული. მოგების მარჟა, პროცენტული მონაცემები. საღიდლად უნდა ჩამოვიდე და ვიყიდო მე და იქ შეიძლება მე გარკვეული რაღაც მარაგები შევიქმნა, ადრე ნაყიდი უფრო ცოტა შეიძლება იაფად მომიწია
და ეს იმიტომ რომ აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია სოფლიო სანავთობო ბაზარი. ამის მეშინია შეიკრიბება ქსიზი, ყველაფერი ერთად აღებული, ლოჯისტიკის ღირებულება, ყველაფერი გზის ღირებულება, ყველაფერი რაღაცები და ამისთან მიხედვით დაიდება ფასი. რაც შეიძლება უფრო იაფად იყიდოს და შემდგომ რაც შეიძლება შეამციროს ხარჯები. და ამისთან მიხედვით შემდგომ მიიღოს ის, რაც უნდა მიიღოს. დღეისათვის ნავთობპროდუქტების ძირითად მომწოდებლად კვლავ რუსეთი რჩება, რომელიც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით ბაზრის დაახლოებით 50%-ს იკავებს. ძირითად იმპორტიორ ქვეყნებს შორის არიან ბელარუსი, რუმინეთი, ბულგარეთი და საბერძნეთი. ვინაიდან ფასი საერთაშორისო ფაქტორებზე და ცვალებადობაზეც არის დამოკიდებული, იმპორტიორებისთვის ჯერჯერობით რთული სათქმელია, როგორ შეიძლება ბაზარზე მკვეთრი მერხეობისა და გაძვირების პირობებში ფასის დაჭერა. კომპანიები ახლა შესაბამის სამთავრობო და საპარლამენტო კომისიებთან მორიგ შეხვედრას და მათი მხრიდან წამოსულ ინიციატივებს ელოდებიან. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული 2026 წლის თებერვლის საწვავის შესყიდვების კონტრაქტებით თებერვალში ლიტრის საწვავის შესყიდვის ფასი წინათვისთან შედარებით დაახლოებით 6.7 თეთრით შემცირდა. კონსოლიდირებული ტენდერის ფარგლებში მთავრობა რეგულარის მარკის საწვავს სოკარისგან ყიდულობს პრემიუმს რომ პეტროლისგან, ხოლო ევროდიზელსა და სუპერს კი ვისოლისგან. საწვავის კატეგორიების მიხედვით ფასები ასე ნაწილდება: რეგულარი 2 ლარი და 17 თეთრი, იანვრის ფასი 2 ლარი და 17 თეთრი, პრემიუმი 2 ლარი და 18 თეთრი, იანვრის ფასი 2 ლარი და 35 თეთრი, სუპერი 2 ლარი და 57 თეთრი, იანვრის ფასი 2 ლარი და 64 თეთრი. საქართველოს მთავრობა სამინისტროები და საჯარო უწყებების საწვავს კონსოლიდირებული ტენდერის საფუძველზე. ქვეყანაში მოქმედი ძირითადი ნავთობ კომპანიებიდან ყიდულობენ. მხარეებს შორის არსებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე შესაწყიდი ფასი ყოველთვიურად სპეციალური ფორმულის საფუძველზე ახდება. RIA Novostis ინფორმაციით, რომელიც წყაროდ საქართველოს საბაჟოს და პლატფორმა Comtrade-ის მონაცემებს იყენებს, რუსული ნავთობის მიწოდება საქართველოში 16-ჯერ მეტად გაიზარდა და ფულადი ოდენობით რეკორდულ 95 მილიონ 800.000 დოლარს მიაღწია. 2025 წელს იმპორტის მოცულობა 10.500-დან 225.300 ტონამდე გაიზარდა. იმპორტის წინა მაქსიმუმი 2016 წელს დაფიქსირდა, როცა საქართველოს რუსეთიდან 10 მილიონ 800.000 დოლარის ღირებულების 39.600 ტონა ნავთობი შეისყიდა. 2025 წელს პიკური მოთხოვნა ოქტომბერში დაფიქსირდა, როცა ქართულმა კომპანიებმა 46 მილიონ 700.000 დოლარის ღირებულების 99.000 ტონა რუსული ნავთობი შეიძინეს. დეკემბერში ამოდენობამ 35 მილიონ 800.000 დოლარი, ხოლო მოცულობამ 91.700 ტონა ნავთობი შეადგინა. 2025 წელს საქართველოში ორი მცირე პარტია აზერბაიჯანმაც გაგზავნა, რომლითაც თითოეული 1.8 მილიონ დოლარის ღირებულების დაახლოებით 2000 ტონა ნავთობს შეადგენდა. უკრაინული წყაროების ინფორმაციით, რუსეთმა ინდოეთისთვის ნავთობის მიწოდება ბარელზე 22-25 დოლარად დაიწყო. რუსეთს საკუთარი წიაღისეული საწვავი ამ ფასად COVID-19 პანდემიის შემდეგ არ გაუყიდია. ოფიციალური კიევის წარმომადგენლების შეფასებით გადაწყვეტილების მიზანი სანქცირებული ნავთობის კონკურენტუნარიანობის შენარჩუნებაა. ინდოეთმა ბოლო კვირებში დივერსიფიცირება აქტიურად დაიწყო და ნავთობის იმპორტი დღიურად 1.8 მილიონი ბარელიდან 1.3 მილიონამდე შეამცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ დეკემბერში კრემლი სანქცირებულ ნავთობს 39 დოლარად ყიდდა. ანალიტიკოსები მოელიან, რომ თუ არსებული მოცემულობა არ შეიცვალა და რუსული ურალსის ფასი კვლავ არ გაიზარდა, წლის ბოლომდე დანაკარგი 3 ტრილიონ რუბლს, ანუ 39 მილიარდ 470 მილიონ დოლარს გადააჭარბებს და მკვეთრად უარყოფითად დაისახება ქვეყნის ბიუჯეტზე. როგორც ცნობილია, ქვეყნის შემოსავლები ნავთობისა და გაზის გაყიდვაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული. ამ სიახლის პარალელურად ფედერაციის მინისტრთა კაბინეტის პრესსამსახურის განცხადებაში წერია, რომ რუსეთის მთავრობამ ნავთობპროდუქტების უშუალო მწარმოებელი კომპანიებისთვის ბენზინის ექსპორტზე აკრძალვა მოხსნა. განცხადებაში წერია, რომ წარმოებლებისთვის ექსპორტის დაშვება ნავთობ კომპანიების საწარმოო სიმძლავრეების ჭარბი მარაგის რისკს ხელს შეუშლის. ამასთან ბაზრის ყველა სხვა მონაწილისთვის ბენზინის, დიზელისა და სხვა საწვავის ექსპორტის სრული აკრძალვა 2026 წლის 31 ივლისამდე გაგრძელდა. ეს მთავრობის შეფასებით საწვავის შიდა ბაზარზე სტაბილურობის შენარჩუნებას ხელს შეუწყობს. რუსეთში ბენზინის ექსპორტის სრული აკრძალვა 2025 წლის 31 აგვისტოდან მოქმედებდა, რაც საწვავის საბითუმო და საცალო ფასების მკვეთრი ზრდისა და ბენზინგასამართ სადგურებზე დეფიციტის შედეგად ქარხნებზე რეგულარული თავდასხმის ფონზე წარმოიშვა. კერძოდ 2025 წლის აგვისტოს დასაწყისიდან 20-ზე მეტი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაზიანდა, რომელთაგან ზოგიერთი ნაწილობრივად მთლიანად გაჩერდა. ბლუმბერგის შეფასებით რუსეთში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2025 წლის ოქტომბერში ივლისთან შედარებით თითქმის 10%-ით შემცირდა და დღეში 4 მილიონ 860.000 ბარელამდე დაეცა, რაც სულ ცოტა 5 წლიანი პერიოდის მინიმუმია. ქვეყნის მინიმუმ 57 რეგიონის ცხოვრებლებს
ბენზინის დეფიციტი შეექმნათ, რომელთაგან რამდენიმე ოლქში ხელისუფლებამ თითო მომხმარებელზე საწვავის გაყიდვის შეზღუდვები დააწესა. სიტუაციის დასტაბილურების მიზნით მთავრობამ ბელორუსიდან ბენზინის შესყიდვები გაზარდა, ასევე ჩინეთიდან და აზიის სხვა ქვეყნებიდან საწვავის იმპორტი დაიწყო. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, ინდოეთი ვენესუელური ნავთობის შეძენას აქტიურად დაიწყებს და სანაცვლოდ რუსული წიაღისეული საწვავის იმპორტს შეამცირებს. დონალდ ტრამპის თქმით, გარიგების მონახაზი უკვე შექმნილია და მის ასამოქმედებლად მხოლოდ მხარეების საბოლოო თანხმობაა საჭირო. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ინდოეთმა ვენესუელური წიაღისეული საწვავის შესყიდვა სწორედ მას შემდეგ შეაჩერა, რაც ამერიკის ოფიციალურ კარაკასთან ნავთობის მოვაჭრე ყველა ქვეყანას სანქციებით დაემუქრა. სავარაუდოა, რომ საწყის ეტაპზე ვენესუელასა და ინდოეთს შორის შუამავლის როლს ამერიკის შეერთებული შტატები მოირგეს და სწორედ ის განსაზღვრებს თუ რა ფასად და რა რაოდენობით შეისყიდიან ინდური ნავთობგადამუშავებლები ვენესუელურ ნავთობს. ინდოეთი ნავთობის მესამე უმსხვილესი იმპორტიორი სახელმწიფოა, რომელიც წიაღისეულ საწვავს წლების განმავლობაში საკმაოდ დივერსიფიცირებულად იღებდა. მისი პარტნიორები არა მარტო რუსეთი, არამედ ირანი, ვენესუელა და ამერიკის შეერთებული შტატებიც იყვნენ. 2019 წლის შემდეგ ოფიციალურ ნიუ-დელის ირანულ წიაღისეულ საწვავზე უარის თქმა სანქციების საფრთხის გამო მოუწია. იგივე მიზეზით შეწყვიტა იმპორტი გასულ წელს ვენესუელადან, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგაც კი უარი არ უთქვამს რუსულ სანქცირებულ ნავთობზე, რომელსაც ქვეყანა საკმაოდ დიდი ფასდაკლებით იღებს. ამ უცვლელი მიდგომის გამო გასული წლის აგვისტოში ტრამპმა ინდოეთს საბაჭრო ტარიფები 50%-მდე გაუზარდა. ბოლო მონაცემებით ოფიციალურმა ნიუ-დელიმ რუსული ნავთობის შესყიდვა დღიურად 500,000 ბარელით შეამცირა. ქვეყნის ნავთობის მინისტრის თქმით, ამ გადაწყვეტილების მიზანია თეთრმა სახლმა სატარიფო პოლიტიკას გადახედოს. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ნაბიჯის გადადგმისთვის მზაობა ამერიკის შეერთებული შტატების მთავარმა ხაზინადარმა სკოტ ბესენტმა უკვე გამოთქვა. ნავთობის ექსპორტიორ სახელმწიფოთა გაერთიანებამ ნავთობის მიწოდების უცვლელად შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. ოპეკის წევრი სახელმწიფოების მინისტრები შეთანხმდნენ, რომ 2026 წლის პირველ კვარტალში გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება მეტად აღარ უნდა გაეზარდოს, რაც ინვესტორებისათვის მოულოდნელი არ ყოფილა. ოპეკის ამ გადაწყვეტილების მიზანი ახლო აღმოსავლეთში ირანის გარშემო რისკების ზრდა, რაც ბაზარზე ვოლატილობა ზრდის და ორგანიზაციას აიძულებს მეტად კონსერვატიული მიდგომა აირჩიოს. ბაზრის რეაქციას რაც შეეხება ბარელი ბრენტის ფასი ისევ $65 ფარგლებშია, ხოლო WTI საშუალოდ $61 ივაჭრება, რაც 5%-იან კლებას წარმოადგენს. მეტალების საერთაშორისო ბირჟაზე დაღმასვლის დინამიკა რეკორდული შედეგის მიღწევის შემდეგ ვერცხლმა მყისიერი 40%-იანი კოლაფსი განიცადა. უფრო კონკრეტულად გასულ ხუთშაბათს ვერცხლის ფასმა უნციაზე რეკორდულ $121 მიაღწია. დღეს კი ბირჟაზე $72-იანი მინიმუმი დაფიქსირდა, რაც 40%-იან კლებას გულისხმობს და მას ინვესტორები ტექნიკურ დონეზე არაუბრალოდ ვარდნას ან კორექციას, არამედ კოლაფსს უწოდებენ. უკიდურესად ნეგატიური შედეგი აქვს ოქროსაც, რომლის ფასმა ხუთშაბათს რეკორდულ $5,600 მიაღწია. დღეს კი ის $4,400-იან მინიმუმს აფიქსირებს, 21%-იან კორექციას წარმოადგენს. ანალოგიური დინამიკა იკვეთება პლატინასთან მიმართებითაც, რომელიც ამავე პერიოდში 35%-ით არის გაუფასურებული. საერთო ჯამში ოქროსა და ვერცხლის გაუფასურების შედეგად ძვირფასი მეტალების საბაზრო შეფასება ჯამურად $10 ტრილიონით შემცირდა, რაც ამ შემთხვევაში ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მკვეთრ კორექციად აქცევს. ექსპერტების შეფასებით ძვირფასი მეტალების ბაზრის ჩამოსვლა სპეკულაციური ბუშტის გაჩენით, არარაციონალური ვაჭრობით, ლევერიჯირებული პოზიციებით და მუდმივი ზრდის იმედით დამწყები ინვესტორების ჩართულობით არის განპირობებული. მარტივად რომ ვთქვათ, ბაზარი კრიტიკულად გადახურდა და სამარაჯამო აღმასვლის მოლოდინი გაქრა, რასაც ბუნებრივად მოჰყვა აქტივების მკვეთრი გაუფასურება, რადგან ოქროსა თუ ვერცხლზე არსებული რეალური მოთხოვნა 10 წინაში იყო საბაზრო შეფასებასთან. საერთაშორისო კრიპტობირჟაზე ბიტკოინის, ეთერიუმის და სხვა კრიპტოაქტივების ფასები მკვეთრად ეცემა. ამჟამად ინდუსტრიის საერთო კაპიტალიზაცია $2 ტრილიონ 500 მილიარდ შეადგენს, რაც ერთ დღეში 4%-ით შემცირებული მაჩვენებელია. თითქმის 13%-ით დაეცა ბიტკოინის ღირებულება. ის ამჟამად $76,500 ივაჭრება. მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $1.5 ტრილიონი ფარგლებშია. რაც შეეხება ეთერიუმს, რიგით მეორე უმსხვილესი კრიპტოაქტივის ფასი $2,200 შეადგენს. მისი კაპიტალიზაცია კი $270 მილიარდია. კრიპტოაქტივების ფასების შემცირება პირდაპირ კავშირში ამერიკული საფონდო ბირჟის ძვირფასი მეტალების და სხვა აქტივების დაღმასვლასთან, რაც ბაზარზე სპეკულაციური ბუშტის გაჩენის შიშით არის განპირობებული. ქართული ოცნების მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებებით გრანტების განმარტება ფართოვდება და გრანტად მიიჩნევა ნებისმიერი ფულადი თუ ნატურალური სახსრები, რომელიც შეიძლება მოხმარდეს საქართველოს ხელისუფლებაზე, სახელმწიფო დაწესებულებებზე ან საზოგადოებაზე გავლენის მოხდენას, ქვეყნის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის შეცვლას ან ჩამოყალიბებას. მთავრობის თანხმობის გარეშე გრანტის მიღება ან მისი გამოყენება დაისჯება ჯარიმით, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით ან თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე ვადით. ქართული ოცნების
კრიტიკოსების ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს განმარტება საკმაოდ ბუნდოვანია და პირთა დიდ წრეს, მათ შორის ფიზიკურ პირებსაც შეეხება. მაგალითად, უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქე ოჯახის წევრისთვის გადარიცხული თანხა, გადაცემული თანხა ან სხვა როგორც თქვენ აღნიშნეთ, ნატურალურად გადაცემული სხვა ტექნიკა იქნება, რაც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა. ასე ვთქვათ, გადაცემული კონკრეტული თანხა მაგალითად ამ კონკრეტულმა მოქალაქემ გამოიყენა პოლიტიკური აქტივობისთვის, საზოგადოებრივი აქტივობისთვის, რომლითაც ის აკრიტიკებს მაგალითად კორუფციაში ჩაფლულ ხელისუფლებას, აკრიტიკებს ხელისუფლების როგორც საშინაო, ასევე საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას, ამისთვის თავის სოციალურ გვერდზე განათავსებს შესაბამის ინფორმაციას, შესაბამის ვიდეო მასალას, ასე ვთქვათ, მოკლე ვიდეო ფილმს, როგორ ფიქრობთ, ჩაითვლება თუ არა ეს კონკრეტული თანხა, ასე ვთქვათ, გამოყენებული თანხა გრანტად და თუ მას, როგორც ამ კანონპროექტის შესაბამისად დაარექნება მთავრობის ნებართვა, უნდა დაისაჯოს თუ არა შესაბამისად სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობით. ქართულ ოცნებაში კი ირწმუნებიან, რომ გრანტების კანონის გამკაცრების მთავარი მიზანი მათ შორის არასამთავრობო სექტორთან დაკავშირებით არსებული ეგრეთ წოდებული შავი ხვრელების ამოვსებაა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის მტკიცებით, გრანტის გამკაცრებული კანონი ისეთ მიმართულებებზე, როგორიცაა მაგალითად ემიგრანტების გზავნილები, ანდაც IT სექტორი არ გავრცელდება. საქართველოს მოქალაქე ეროვნებით ქართველი, რომელმაც დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, იმიტომ რომ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო, როგორც ბევრი ემიგრანტი არის სამწუხაროდ. და ემიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრს, რა ვიცი, შვილს, შვილიშვილს, ძმისშვილს, დიშვილს ჩაურიცხავს და ასე შემდეგ. ჩაურიცხავს თანხას ნებისმიერი საყოფაცხოვრებო მიზნიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გრანტების შესახებ კანონი მასზე არ გავრცელდება და არც შესაბამის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს. ქართულ ოცნებაში ადასტურებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების მიღმა გრანტების კანონის განმარტებაში შეიძლება მოექცეს მაგალითად ისეთი შემთხვევები, როდესაც ფიზიკური პირი ექსპერტულ მომსახურებას უწევს ამა თუ იმ უცხოურ ორგანიზაციას. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში პირს მთავრობის წინასწარი ნებართვა დასჭირდება. სადაც იქნება საუბარი ექსპერტულ დახმარებაზე და ამ თანხების საქართველოში შემოდინების საბოლოო მიზნობრიობა სწორედ რომ არის პოლიტიკურ პროცესებში უცხოური ძალის გამოყენება და რომელიც პრაქტიკულად მარტივადაც იკითხება, სწორედ ამაზე არის საჭირო თანხმობა და ის იქნება გრანტად გაიგივებული, გრანტთან გაიგივებული და გრანტად განხილული. ამიტომაც იმისთვის რომ შემდგომ ასე ვთქვათ, კითხვის ნიშნებს ნებისმიერმა პირმა არ იგოს თავი, პირველ რიგში უნდა მოითხოვოს ხელისუფლებისგან თანხმობა. ამასთან, როგორც დღევანდელ საკომიტეტო მოსმენებზე გაერკვა, მეწარმე იურიდიული პირების პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებით პარლამენტმა შესაძლოა იმაზე მკაცრი კანონი მიიღოს, ვიდრე პირველი მოსმენით არის ინიცირებული. კერძოდ, მეწარმე სუბიექტების პოლიტიკური აქტივობისთვის შესაძლოა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაწესდეს. არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილებების მიზანია ბიზნესის ფინანსური რესურსები პოლიტიკურ პროცესებში არ იყოს ჩართული და მეწარმე სუბიექტები საკუთარ ძირითად საქმიანობაზე იყვნენ კონცენტრირებული. ეს კი იმ ფონზე, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში ქართული ოცნების მხრიდან არაერთი ბიზნესმენი ირიცხება, რომელიც ამავდროულად სხვადასხვა კომპანიაში წილებს ფლობს. ოცნებაში ამტკიცებენ, რომ ამ გარემოებების ერთმანეთთან დაკავშირება სწორი არაა. თავაზობთ, რომ რამდენად, არ ვიცი, სამჯელო შეიძლება იყოს, რამდენად რელევანტურია დიდი მოცულობის ბიზნესისთვის, რომლისთვისაც 20,000 და 40,000 შესაძლებელია, რომ არ იყოს ნაკლებად ბოჭავი იმისათვის, რომ წარმართადარღობაზე ხელი აიღოს, ხომ არ ვიფიქროთ იმასთან დაკავშირებით, რომ პირველი ბიზნეს სუბიექტის მიერ, ანუ იურიდიული პირის მიერ პოლიტიკური აქტივობის განხორციელება პირველ ჯერზე იწვევდეს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე და შემდეგ ჯერზე კი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რათა კიდევ უფრო მეტად იყოს უზრუნველყოფილი, რომ ბიზნესის ფული პოლიტიკაში არ იყოს დაბანდებული და შესაბამისად ბიზნესზე აკეთოს ბიზნესმა, ხოლო პოლიტიკა აკეთოს პოლიტიკური საქმიანობით დაკავშირებულმა პირებმა. ბიზნესი და პოლიტიკა უნდა გაინიშნოს აუცილებლად ერთმანეთსგან, პოლიტიკა და ბიზნესი არის ბიზნესი, ის რომ ახლა ბიზნესში დაკავებული პირები, ცნობილი პოპულარული ადამიანები, გამორჩეული პიროვნებები, საზოგადოების მიერ არიან პოლიტიკაში არჩეული, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი არის პოლიტიკაში შესული.
ჩვენ პოლიტიკოსებს ვერ წავართვათ იმის უფლებას, რომ ისინი ფლობდნენ წილებს მართვის უფლებით სხვისთვის გადაცემის პირობით. ეს კონსტიტუციაში წერია, ეს წერია შესაბამის საკანონმდებლო დანაწესებში და ეს აბსოლუტურად განსხვავებული თემაა. აქ საუბარი იმაზე არ არის, რომ ბიზნესი და პოლიტიკა ან გაიგივდეს, ან განიმიჯნოს ერთმანეთისგან. არ შეიძლება ბიზნესის სახელით პოლიტიკაში შემოჭრა უკანონოდ, ამაზეა საუბარი. უკანონოდ შემოჭრა პოლიტიკაში. ქართული ოცნების მიერ გრანტების შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს დღეს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ოფლაერტი გამოეხმაურა. მისი შეფასებით დაგეგმილი ცვლილებები მიღების შემთხვევაში მნიშვნელოვნად შეზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობას და ის არ შეესაბამება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებს გაერთიანების თავისუფლების დაცვის მიმართულებით. თუმცა მიუხედავად დასავლეთის კრიტიკისა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უკვე დაუჭირა მხარი გრანტების კანონის გამკაცრებას და პირველი მოსმენით ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე სავარაუდოდ ხვალუყრიან კენჭს. საქართველოს პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ სკოლებში დაგეგმილ სიახლეებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებებს. საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი პროექტის მიხედვით სრული ზოგადი განათლება გახდება არანაკლებ 11 წელი და არა უმეტეს 12 წელი. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკი 6 წელი იქნება, რომელიც პირს 15 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეუსრულდეს. ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სასკოლო ფორმის ტანსაცმლის დარება სავალდებულო იქნება. ამავე პროექტის მიხედვით მოსწავლის მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მასწავლებელს ასევე ზოგადი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა თანამშრომელს ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმების უფლება 3 წლის განმავლობაში შეეზღუდება. გარდა ამისა, ზოგადი განათლების შესახებ კანონს ემატება ნორმა, რომლითაც განისაზღვრება ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობისა და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებები. უმაღლესი განათლების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის ჩამონათვლას წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება. კანონის პროექტით განისაზღვრება თუ ვინ შეიძლება აირჩეს წამყვანი პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე. ის შეიძლება გახდეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები, სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო კვლევით პროექტებში და სხვა, რომელიც აკმაყოფილებს ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს. პროექტით განისაზღვრება აღნიშნული თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობის და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებასთან დაკავშირებით კრიტიკულად განწყობილ ლექტორებთან და სტუდენტებთან შეხვედრები გრძელდება. შეხვედრა იყო თესეუს რექტორსა და ლექტორებს შორის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის თათა თიბილოვის ინფორმაციით თესეუს რექტორმა ჯაბა სამუშიამ სტუდენტებთან მორიგი შეხვედრის მზაობა გამოთქვა. მას შემდეგ რაც განათლების მინისტრს შეხვდება. როგორც სტუდენტმა რექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ჯაბა სამუში ასევე გეგმავს სხვადასხვა ფაკულტეტის დეკანის პოზიციას გაეცნოს. თესეუს მხრიდან გავრცელებული ინფორმაციით შეხვედრაზე თესეუს რექტორის აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თქმით, ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ დიალოგის გაგრძელება აუცილებელია. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საუნივერსიტეტო საზოგადოების პოზიციის შეჯერება. აკადემიურ საბჭოსა და სენატის გაერთიანებული სხდომის შემდეგ აღნიშნულ საკითხზე თესეუს რექტორის სტუდენტებსაც შეხვდა. ნათქვამია ინფორმაციაში. განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიას ჰქონდა შეხვედრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და 70-მდე პროფესორ მასწავლებელთან. სამინისტროს ინფორმაციით შეხვედრას უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრები და ფაკულტეტის დეკანები ესწრებიან. მათი ინფორმაციით მსგავსი ტიპის შეხვედრა უახლოეს დღეებში თესეუს პროფესორ მასწავლებლებთანაც იგეგმება. განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების მთავარი მიზეზი განათლების ხარისხის გაუმჯობესება და ადამიანური და მატერიალური ტექნიკური რესურსების ეფექტიანი გამოყენება. მისი თქმით, უმაღლესი განათლების ეროვნული კონცეფცია, რომელიც მთავრობამ დაამტკიცა, მიზნად ისახავს სახელმწიფო უნივერსიტეტებში შრომის ბაზრის მოთხოვნებზე მორგებული პროფესიების განვითარებას, პროგრამების გაძლიერებას და დუბლირებული მიმართულებების შემცირებას. გივი მიქანაძის განმარტებით, ორი უმსხვილესი სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანება ერთი ფაკულტეტი ერთ ქალაქში პრინციპის ნაწილია და ემსახურება რესურსების კონცენტრირებას ორ საგანმანათლებლო ჰაბში, თბილისში და ქუთაისში.